ეს ფაქტი, რაც დღეს გავრცელდა, არის ალბათ კლასიკური მაგალითი იმის, რომელიც ესე ვთქვათ, წამების ეჭვს აღწრავს და ადასტურებს, რომ რაღაცა პრობლემასთან, ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ ყველაფერი ისე არის, როგორც ეს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ იყო, ეს ინციდენტი მოხდა პარასკევს, შაბათს ამ ადამიანს შიმშილობა დაუწყია, გამოუცხადებია ამის შესახებ. იცოდა იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად და ასე შემდეგ. რატომ მანამდე არ მოხდა ინფორმაციის გასაჯაროება, რატო არ მოხდა მაგალითად თუ მართლები იყვნენ მანამდე ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ამიტომ ეს ბუნებრივად აჩენს იმ კითხვას, რომ ყველაფერის ესე ვთქვათ გასაჯაროების შემდგომ განხორციელდა რეაგირება მასზე და ნამდვილად ის ფაქტები, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა გაასაჯაროა, არის მართალი და სწორი. აი თვითონ შეფასებითი ნაწილი რომ მოხდა ინციდენტი მსჯავრდებულთა შორის, ხომ? აი ასე უნდათ ამ ამბის შეფუთვა. სანამ პატიმართან გადაიყვანენ, რა თქმა უნდა, ინციდენტები ზოგადად კი ხდება, მაგრამ პატიმართან სანამ მოათავსებენ, მანამდე მას ამოწმებს უსაფრთხოება, მას ამოწმებს ესე ვთქვათ სხვადასხვა დონის სამსახურები, რომელიც პენიტენციურ სამსახურს აქვს, ამიტომ ესე მარტივად ის რომ ესე მოხდეს გადაყვანა ვერ მოხდებოდა. ასევე როგორც ბაჩიაშვილი აღწერს, მოხდა ის რომ ის ადამიანი როცა მას სცემდა პატარა ფანჯარა, რომელიც აქ რკინის კარებს იქნა გაღებული და ესე ვთქვათ, იქიდან ამ პატიმარმა დაუძახა, რომ გადი აქედან და ესე ვთქვათ, გააგრძელა ის საქმე, რომელიც მას დამოწყებული ჰქონდა. ჩემთვის განსაკუთრებით დამაჯერებელი ის ყველაფერი, რაც ბაჩიაშვილმა თქვა, იმიტომ არის, რომ ჩვენ ამ პრაქტიკის შესახებ 2019 წელს დეტალურად გვაქვს დაწერილი ჩვენს ციხის ანგარიშებში, როდესაც საუბრობდით. ჩვენ ვამბობდით, რომ ნახევრად ღია ისევე როგორც დახურულ დაწესებულებში არსებობენ პრივილეგირებული პატიმრები, რომლებიც ჩაგრავდნენ სხვა პატიმრებს, ახდენდნენ მათ ცემას და ამით ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი სახელმწიფოსთან შეთანხმებით ხორციელდებოდა და ამით თითქოს სახელმწიფოს ხელის ჰქონდა დაბანილი ფორმიანი ადამიანი თითქოს არ ცემდა, მაგრამ ყველაფერი რეალურად ორგანიზებული იყო სწორედ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. დახურულ ციხეებში ამ პრაქტიკაზე ჩვენ სპეციალურად გვაქვს საუბარი, დღესაც გავაზიარე ის ანგარიში, რომელიც 2019 წელს აღვნიშნეთ და დახურულ დაწესებულებში, აი როგორც მერვე დაწესებულებაა, სადაც პატიმრებს ერთმანეთთან შეხება არ აქვთ, მარტო თანამესაკნესთან შეიძლება ჰქონდეს შეხება, ამნაირ ციხეებში უშვებდნენ გარკვეულ პრივილეგირებულ პატიმრებს, ეს არაერთი ჩვენებით და სხვადასხვა წყაროებით იქნა დადასტურებული, რომელიც შეიძლება ციხის ადმინისტრაციისთვის იყო ურჩი, მაგალითად შიმშილობდა, მაგალითად ის რაღაცა სხვა მხრივ არ ემორჩილებოდა ესე ვთქვათ რეჟიმის მოთხოვნებს ან ვიღაცასთან დაპირისპირება ჰქონდა და იქ ხდებოდა მის მიმართ გასწორება, ცემა. ანუ გამარჯობა, მე თქვენ საკანში შემოვდივარ, ასე დაუკითხავთ, ხომ? შეუძლებელია დახურულ ციხეში თუ ესე ვთქვათ საერთოდ ყველგან შეუძლებელია მე მგონი ეს. დახურული ციხე კიდე სხვანაირია, ნახევრად ღია კიდე სხვანაირია. ესე ვთქვათ, იქ სხვა ვერავინ ვერ გადაგიყვანს, გადმოგიყვანს თუ კი ციხის ადმინისტრაციამ ეს არ მოაწყო. ამიტომ ჯერ კიდევ 2019 წელს ეს პრაქტიკა დეტალურად გვაქვს აღწერილი, როგორ ხდებოდა ანალოგიური შემთხვევები, როგორც გდანის მერვე დაწესებულებაში, ისევე ქუთაისის მეორეში. ეს რაღაც ახალი ნოუ-ჰაუ არ არის, რომელიც ახლა ჩემთვის ესე ვთქვათ, ეს პატერნი, ეს მიდგომა მეთოდი, რომელიც გამოიყენეს, ძალიან მარტივი იყო, რომელსაც იყენებენ სხვა პატიმრების მიმართ, ეს არ არის ბაჩიაშვილის მიმართ გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ, ეს მე როცა ციხის მონიტორინგს ვახორციელებდი, ესე ვთქვათ, ეს გავრცელებული მეთოდი იყო. ბოლოს ციხეში 2023 წლის დასაწყისში ვარ ნამყოფი და იმ დრომდე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს პრაქტიკა შემორჩენილი იყო იმ ინფორმაციით, რომელსაც მე პატიმრებისგან ვიხებთ. გიორგი, რაც შეეხება ციხის დირექტორთან საუბარს, მის ოთახში დაბარებას, იქრჩევების მიცემას, ეს ლეგალურია? არა, რა თქმა უნდა, ამას არც იურისტის განათლება ჭირდება, არც რაიმეს დამატებითი ცოდნა და გამოცდილება, ეს უკანონოა და თუ ეს მართლა ესე იყო, ამ შემთხვევაში ამის ვიდეო ჩანაწერები უნდა არსებობდეს ციხეში და თუ არ არსებობს ეს ნიშნავს უკვე იმას რომ სადაც გათავსებული არის გიორგი ბაჩიაშვილი ციხის ადმინისტრაციამდე მისასვლელად არაერთ კამერას ეყოლება დაფიქსირებული 8 ივნისზეა საუბარი ციხის ჩანაწერები დაახლოებით ივლისზეა საუბარი ციხის ჩანაწერები დაახლოებით ერთი თვე ინახება ამ შემთხვევაში და სრულიად გადამოწმებადია ის ყველაფერი იმ პერიმეტრის მოხდა თუ არა ადმინისტრაციულ
ბლოკში შეყვანა და ასე შემდეგ, მაგრამ მე შემიძლია წინასწარ დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ ალბათ ის ვიდეო ჩანაწერები, ალბათ ის კამერები არ იმუშავებდნენ იმ დღეებში. რა თქმა უნდა, არ იქნება არც ბაჩიაშვილის ოთახის ჩანაწერი. სადაც რა ვიცი 10-ზე მეტ კამერას უნდა ყოლოდა დაფიქსირებული და მე ყველაფერი იმ მომენტში გაფუჭდა და გადაიწვა. ასე რომ აქაც დარწმუნებული ვარ ესე იქნება. კარგი გამომძიებელი, ამას უკვე ამოიღებდა და ამაგრებდა და აფიქსირებდა და აიდენტიფიცირებდა შემთხვევიდან, რომელიც პარასკევს არის მოხდარი, როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აღწერს მასთან დაახლოებით ღამის 4-ის ნახევარზე არიან მისული გამომძიებლები, აქამდე ამ ყველაფრის გამოძიებას თავისუფლად გიორგი, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს აი ამ ამბების გამო, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ამიტომ შეგვიმცირდა ქრონომეტრაჟი სხვა საკითხებისთვის, თუმცა ბოლოს მინდა ვიკითხო, როგორც ჩანს ბაჩიაშვილი მართლაც, როგორც მისი ადვოკატებიც ამბობდნენ, სულ პირველ ეტაპზე არის საფრთხის ქვეშ. მას თავიდანვე ჰქონდა გაცნობა, რომ მისი სიცოცხლე არის საფრთხეში. ახლა რა უნდა მოხდეს უკვე ამ ინციდენტის შემდეგ, რომ ეს უსაფრთხოება მისი საკნის ირგვლივ იყოს სრულად დაცული. ახლა თქვენამდე ადვოკატი საუბრობდა ასევე მის სამარტო საკანში აუცილებლად მარტო, ანუ საკანში მარტო ყოფნაზე და კიდევ რა კომპონენტებია საჭირო იმისთვის, რომ მე აღარ ითქვას, რომ კამერა არ მუშაობდა, რაღაც პრობლემა იყო, მაგრამ ვერ გავიგეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვითონ ციხის შიდა პროცედურებს და მექანიზმებს სამარტო საკანი ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ როგორც ვახსენეთ, როცა ბოროტად გამოყენება სურდათ, რა თქმა უნდა ამ კუთხით ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ მე ერთადერთ დასვევად ამ შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილი ალბათ უნიკალური ტიპის პატიმარია, მისი შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც არის ის მოთავსებული ციხეში, ასევე მისი გატაცების ისტორიიდან, რომელიც მას მოყვა, როგორანაირად მოხდა, ალბათ ესეთი პატიმრო, ესეთი შემთხვევა საქართველოს ისტორიას არ ქონია, ამიტომ ესეთი საფრთხეც შესაბამისაც აქედან გამომდინარე, ალბათ ერთ-ერთ სწორ გამოსავლად მე მესახება ის, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყოველდღიურად დაუგეგმავად დღის და ღამის სხვადასხვა პერიოდში მოახდინოს ესე ვთქვათ დაუგეგმავი ვიზიტი ბაჩიაშვილთან რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც რომ დარწმუნდეს რომ უსაფრთხოდ არის ის, იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგეთ ის რომ ცხელხაზე შეუზღუდავი დარეკვის უფლება მოსილება უნდა არსებობდეს და ესე ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება გვაქვს, რომელიც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება გვაქვს, რომელიც ამას აადასტურებს, მაგრამ საერთოდ გადაწყვეტილების დარღვევას რა თქმა უნდა, ანუ მე იმაგინებ რომ კონსტიტუციური სტანდარტი გვაქვს ამ ქვეყანაში, რომ სახელმწიფოდამცველთან დარეკვის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. ეს არ გამოვიდა. როცა ეს არ მუშაობს, გვაქვს ესეთი შემთხვევა, ესეთი ინტერესი და დაინტერესება და შესაძლო რისკები იმის, რომ ის მიმართ კვლავ განხორციელდეს, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად დაუგეგმავი სხვადასხვა დროს ყოველდღიური ვიზიტები მასთან, მათ შორის განსაკუთრებით ისეთ დღეებში, როდესაც მასთან ადვოკატები ვერ შევლენ ალბათ ყველაზე სწორი რესურსი. რესურსიც, უფლებამოსილებაც და ამ ეტაპზე ამ შემთხვევასთან მიმართებით ეს ყველაზე სწორ გამოსავლად მესახება. მადლობა.